მოგესალმებით ძვირფასო დალემაყურებლებო დღემშვიდობისა შუადღემშვიდობისა მე ნანა თევდორაძე ვარ ეს გადაცემა შუადღე ქუთაისში ტრადიციულად ტელეკომპანია მეგადივს უყურებთ და მიხარია რომ აქვს შესაძლებლობა დღესაც თქვენთვის ვიმუშაო და ჩვენი ესეთი შეხვედრა არ იყოს მოკეთ ინფორმირებულობას მოკლებული ვფიქრობ ძალიან საინტერესოა საჭირო როტო საკითხზე უნდა ვისაუბროთ გადაცემის სტუმართან ერთად ბატონი გელას იორდია გვეწვია იურიდიული დახმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსი მოგესალმებით ბატონო გელა დიდი მადლობა რომ გვეწვიოთ მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის როგორ ხართ თქვენი განწყობა როგორია ასევე მეც მადლობას გადაგიხდით მეგობრობისთვის თანამშრომლობისთვის მადლობა მოწვევისთვის განწყობა საქმიანი რა თქმა უნდა თემა ძალიან საინტერესო გაქვს ჩერჩეული და შეუნებით ვისაუბროთ რამდენიმე ხნის განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, თან თქვენი სტუმრობა მე ყველა სტუმარს ვაფასებ და პატივს მაგრამ მიყვარს განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ საუბრის დროს არ იყენებთ რაღაც იურიდიულ ტერმინებს და ნებისმიერი რიგითი მოკვდავისთვის და დილეტანტისთვის ცდილობთ რომ ეს იყოს გასაგები და იოლად აღსაქმელი. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დღეს ესეთი მადლობა თომას ვახერხებ და გამომდის მადლობა. სრულად დამსახურებული შეფასება, რაც შეეხება საკითხს, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ეს არის მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი დეტალები და ნიუანსები. ერთის მხრივ თითქოს უწყინარი მოცემულობა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ქართველები ვართ, სხვაგვარი ტრადიციები გვაქვს, სხვაგვარი ნათესაური კავშირები გვაქვს, ოჯახური, ალბათ გაუგებრობას იწვევს და არ ვიცი კანონი რამდენად და როგორ კარგად მეგობრობს ჩვენს იდენტობასთან და აი ამ ჩვენს ტრადიციებთან. ფიქრობ ნიშნულოვანი საკითხია და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს. რა ტიპის დავები გვხდება და რამდენად რთულია მემკვიდრეობითი საკითხები საქართველოში იურიდიული კანონების გარეშე? კი ბატონო, მოგახსენებთ, ზოგადად მიმაჩნია რომ კანონი ცუდი არ არის და არ ეწინააღმდეგება ჩვენში წლობით თუ საუკუნეებით დამკვიდრებულ ტრადიციებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. რას გულისხმობ ამაში? თუ ამას ჩამოვაცვლით გარკვეულ მახინჯ საბურველს, რითიც არის ხოლმე ეს ხალხური გზით მემკვიდრეობის განაწილების გზების შეფუთული, ესე რომ ვთქვათ, მივიღებთ იმას, რომ კანონი და ლოგიკური, ნორმალური ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ტრადიციულად რა მიდგომები გვაქვს ხოლმე, ხო? მაგალითად, ოჯახში არის ორი შვილი, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ესე იგი ვაჟის არის უძრავი ქონება. არ აქვს მნიშვნელობა უფროსია თუ უმცროსი. დიახ, ამას არ ენიჭება ზოგჯერ საზოგადოებაში მნიშვნელობა. ან მაგალითად, ორივე ვაჟიშვილი ყავს ოჯახს, უმცროს რჩება რატომღაც ეს ქონება. რა თქმა უნდა, ეს მახინჯი ტრადიცია არის გამომდინარე იქიდან, რომ შვილი ასაკით უფროსი იქნება, უმცროსი იქნება თუ ავით შეიძლება ტყუპებიც იყოს, ხო? ორივეს თანაბარი უფლებები გააჩნიათ მშობლების ქონების მიმართ. და ეს ბევრი საკითხებთან არის დაკავშირებული, ეს არ არის მარტო მემკვიდრეობასთან ან ადამიანების ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, ჩვენ მაგალითად ქალთან მიმართ ძალადობაზე არაერთი გადაცემა მიგვიძღვნია და ვისაუბრია ესეც კი განაპირობებს და იქაც ვისაუბრია როგორც მახსოვს ამ თემებზე რომ როგორ შეიძლება ამ სამკვიდრო ქონების არასწორმა განაწილებამ მერე ხალი მოწყვლადი გახადოს და ელემენტარული თავშესაფარი არ გააჩნდეს მას. ამიტომ რაც მე მგონი სრულად საღჭკუაზე ადამიანმა როგორც უნდა გადაწყვიტოს საკითხი რომ შვილია მიუხედავად სქესისა, მიუხედავად ასაკისა და თანაბრად უნდა განაწილდეს ეს ქონება, ესე უნდა გადაწყვეტოს. ახლა რაც შეეხება ხო, თუმცა მაინც რჩება, ხო, ეს განცდა, რომ ეს რაღაცა ტრადიციული მეთოდები დღემდე მოგვყვება. ალბათ ეს დღემდე არსებობს. საკითხებთან მუშაობა და პროფესიული კუთხით. არაერთი დავა არის ამასთან დაკავშირებით ადამიანები იგებენ მერე თავიანთ უფლებებს, ხო ხა ციფრულ ეპოქაში ცხოვრობთ, ინტერნეტი გვაქვს, კანონების საიდუმლო დოკუმენტი არ არის, ყველა შეუძლია ჩაიხედოს, წაიკითხოს, მაინც იურიდიული განათლება არ არის ამის აუცილებელი და ხვდებიან ადამიანები რომ მათ გარკვეული უფლებები ამ ქონებასთან დაკავშირებით გააჩნიათ და აქვთ კიდევაც და აქვთ კიდევაც შემდგომში პრეტენზიები და მიმართავენ იურისტებს და იწყება დავები და არც თუ ისე მცირე წილი არის სასამართლოებში სამკვიდრო საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავები, რაც ბუნებრივია ცხადია, იმიტომ რომ სხვაგვარად ამ ტრადიციების მახინჯი ტრადიციების მოდი ესე ვიტყვით, რომ კარგი ტრადიციებიც არანაკლები არსებობს, ხო? და ეს ტრადიციები რაც კარგია შედარჩუნებული უნდა იყოს, მაგრამ რაც მახინჯია, ის უნდა შევცვალოთ და ამის შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორედ სასამართლოს მიმართვის გზა არის, სასამართლოთი ამ მახინჯ ტრადიციებთან ბრძოლის გზა არის ერთ-ერთი ეფექტური, რომ ეს დაიძლიოს ადამიანების გონებაში და მიხვდნენ, რომ შვილებს თანაბარი უფლებები აქვთ
მშობლების ქონებასთან დაკავშირებით. თუმცა ალბათ მაინც კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ თემას, რომ ეს არის საქართველო და ალბათ საჩოთი როა, რომ ძმამ ძმის წინააღმდეგ თითქოს რაღაც სარჩელი შეიტანოს და ეს დავები დაიწყოს დამ ძმის წინააღმდეგ და აი ასე შემდეგ. ანუ თუ გადავალოთ ბოლო წლებს თვალს, ეს მიმართვიანობა სასამართლოში რამდენად გაზრდილია? ხო, ზუსტ სტატისტიკას რაც შეეხება ვერ გეტყვით, თუმცა ესეთი დავები არ არის მცირე წილი სასამართლოში. ესეთ სტერეოტიპია გარკვეულწილად, რომ ძმა ძმას არ უჩივლებს და დის წინააღმდეგ ან ძმის წინააღმდეგ არ შეიტანს სარჩელს სასამართლოში. ეგრეც არ არის, როცა საქმე ეხება ქონებას, როცა საქმე ეხება თანხას, ფულს, ძალიან კარგადაც ადამიანები მიდიან სასამართლოში და ითხოვენ თავიანთი უფლებების დაცვას. სასამართლოში რომ მიდიან და სხვა გზას რო არ მიმართავენ, ეგ უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, პროგრესია და ცივილურად მაგალითად პირადად რაღაცა კონფლიქტური სიტუაციების შექმნა ორ ადამიანს შორის და ამან შეიძლება ტრაგედიამდე დანაშაულებამდეც კი მიგიყვანოს. ან კიდე რაღაცა სხვა სუბკულტურის წარმომადგენლებისათვის ამ დავის გადაწყვეტისთვის მიმართვა და ასე შემდეგ, რაც არც თუ ისე შორეულ წარსულში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენ საზოგადოებაში და დღეს მეტნაკლებად სასამართლო მიიჩნევა ამ დავის გადაწყვეტის ეფექტურ გზად და ხა სასამართლოს თავისი პრობლემები აქვს კიდე დროის მხრივ რომ ძალიან დიდხანს იწელება ამ საქმეების განხილვა სასამართლოებში და შეიძლება ზოგჯერ რამოდენიმე წელიც კი გაგრძელდეს ეს დავა და მე კიდე ცალკე აღსრულების ნაწილი არის პრობლემური და მაგრამ მაინც სასამართლო არის ალბათ უალტერნატივო საშუალება იმისა რომ ადამიანებმა დაიცვან საკუთარი უფლებები. ხა თვითონ ამ სამკვიდროს რაც შეეხება და ამ სამკვიდროსთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებაში ესეთი მცდარი აზრით მუსირებს რომ თითქოს ადამიანს სამკვიდროზე უფლება წარმოეშობა მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე. რაც მცდარი აზრია, ცხადია და ეს ეგრე არ არის, ანუ მაგალითად აი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, განქორწინდნენ, აღარ ცხოვრობენ ერთად, ყავთ საერთო შვილები და მოდის ცოლი ან ქმარი არა აქვს ამას არსებით მნიშვნელობა, თუმცა უფრო ხშირად რა თქმა უნდა ცოლები, იმიტომ რომ ბავშვები როგორც წესი დედებთან რჩებიან და ითხოვს ქმრის ქონების გაყოფას აი როგორც სამკვიდროს ამგვარი ფორმით. რაც ცხადია სამართლებრივად არ არის სწორი, იმიტომ რომ სამკვიდრო მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მამკვიდრებელი გარდაიცვლება. სამკვიდროს გაყოფა ადამიანის სიცოცხლის პერიოდში გამორიცხული და წარმოუდგენელია. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძლება გაიხსნას სამკვიდრო და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მემკვიდრეებმა გამოთქვან პრეტენზია. მაშ აი ამ სიცოცხლეში რა პასუხისმგებლობა ეკისრება მეორე მხარეს ამ შემთხვევაში განქორწინებული წყვილი ყავს და მამაკაც. კი. შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობლებს თანაბარი ვალდებულება აქვს, თანაბარი მონაწილეობა მიიღონ არასრულწლოვანი შვილების რჩენაში და ეს გამოიხატება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ალიმენტით. ზოგადად ეს რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა არის. ახლა რადგანაც ვახსენეთ დასაწყისში იქვე ვიტყვი, ამ ქალის მშობლებმა თავის დროზე თავიანთი ქონება არასწორად გაანაწილეს, ხო, ბიჭს დაუტოვეს, ამ ქალს არაფერი არ დაუტოვეს. იმიტომ რომ გათხოვდა მისი ოჯახი აქვს და ქმრის სახლი აქვს და იქ იცხოვრებს, მაგრამ ქმართან ვერ შეძლო თანაცხოვრება, მოუწია განქორწინებამ. კანონი ამბობს, რომ და დარჩა მაგალითად პირობითად ორ შვილთან ერთად ღია ცისქვეშ. კანონი ამბობს, რომ ქმარს ვერაფერს ვერ მოთხოვს, სადაც ცოცხალია ეს ქმარი, სამკვიდროს გაყოფა არ ხდება. ერთად რო ვერ ცხოვრობენ, ეს ფაქტი არის და იქაც ვეღარ მივა ამ თავის შვილებთან ერთად. ძმასთანაც ვეღარ მიდის, იმიტომ რომ ძმას იქ თავის ოჯახი. მაშინ საწავიდეს ეს ქალი, ხო? საუნდა იპოვოს თავის საფარი ამ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ეს არის სწორედ ამ რაც ვახსენე მახინჯი ტრადიციების მიღებულ გამოწვეული არა ორდინალური სიტუაცია, რის გამოც ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება ითვინოს და აიტანოს ძალადობა და ბევრი ესეთი მსხვერპლიც ყავს ჩვენ ძალადობის, იმიტომ ვერ აღწევენ მოძალადეს ხშირად თავს, რომ მათ სადმე წასასვლელი არ გააჩნიათ და საცხოვრებელი სახლი არ აქვს. კარგი. სახელმწიფო რა კუთხით ზრუნავს, მათ შინ როცა როგორც ჩვენ ვიცით, აი ეს ეგრეთ წოდებული მანკიერი ტრადიციები მათაც ძალიან კარგად იციან. თუ არსებობს რაიმე ტიპის თავშესაფარი ქალებისთვის, ან კონკრეტულად შეიძლება მთელი ცხოვრება, მაგრამ გარკვეულად რამდენიმე წელი, ვიდრე ის იპოვის სამსახურს და თვით რეალიზებას მოახდეს. ანუ როგორ ზრუნავს ამ არა, ეგეთი თავშესაფარი, ანუ ეს თუ უბრალოდ ორი ადამიანი განქორწინდა და ერთად ცხოვრება არ სურდა, იქ უბრალოდ ძალადობას არ აქვს ადგილი, ასე შემთხვევაში არანაირი თავშესაფარი არ არსებობს, ხადია და არავინ ეს ადამიანს თავშესაფარში არ და ვერ წაიყვანს. თავშესაფარი მხოლოდ არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობს და ესეც რაღაცა ხანმოკლე ვადით. თუმცა იქ პლუსი ამ თავშესაფარს ის აქვს დადებითი მხარე, რომ
გარკვეული უნარებით აღჭურვა ხდება იქ მოთავსებული ადამიანებს, ანუ არ არის მარტო რომ არ დააწვიმოს, არ შეცივდეს, საჭმელი აჭამონ, გარდა ამისა, ასევე მაგალითად ასწავლიან რაღაცა ხანმოკლე კურსებს, ბუღალტერიას, კომპიუტერულ კურსებს და სხვა სტილის დიახ, მაგალითად მისდამჭრელების სპეციალობას გადა, რომ ამ ადამიანებმა მე შეძლონ დასაქმება და კონდეთ თავიანთი შემოსავალი და შეძლონ იქირავონ ბინა და იცხოვრონ თავიანთ შვილებთან ან თუნდაც მარტო. კარგით ბატონო გელა, თქვენ მაგალითი მოიყვანეთ განქორწინებულ წყვილზე. მოდი ახლა სხვა კუთხით წავიდეთ. თუ კი წყვილი რაღაცა 50-60 წელი ერთად ცხოვრობს, მეუღლე მამაკაცი გარდაიცვლება, ამ შემთხვევაში ცოლი ავტომატურად ხდება, აი ამ ქონების განკარგვის უფლება აქვს თუ რა პროცედურები შეიძლება იყოს საჭირო და სავალდებულო? კი ბატონო. ესე იგი, საინტერესო ტერმინი ახსენეთ თქვენ, ერთად ცხოვრობს. შეიძლება ადამიანმა 50 წელი იცხოვრო, ადამიანებმა 50 წელი იცხოვრონ ერთად, მაგრამ თუ ისინი არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების უფლება არ წარმოეშვებათ ერთმანეთის ქონებას. ამიტომ აუცილებელია რომ ორი ადამიანი როცა გადაწყვეტს რომ შექმნან ოჯახი და დაოჯახდნენ, მოხდეს ამ ქორწინების რეგისტრაცია. ნუ აუცილებელია რაც მიზანშეწონილი მაინც არის, მოდი მაინც ესე ვთქვათ, რომ მიზანშეწონილი არის რომ მოხდეს ქორწინების რეგისტრაცია, რათა მათ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვათ ერთმანეთის მიმართ. ახლა აქ ჩვენ როცა ორი ტიპის მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ კანონით. ერთი არის კანონით მემკვიდრეობა და მეორე არის ანდერძით მემკვიდრეობა. თქვენ რა კითხვაც დამისვით, ეს არის კანონით მემკვიდრეობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ალბათ, ვინაიდან ჩვენ გვყავს რამოდენიმე რიგის მემკვიდრეები არის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული, პირველი რიგის, მეორე რიგის, მესამე რიგის და ასე შემდეგ და ჩაუთვლია ვინ ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად. მეუღლე, შვილები და მშობლები არიან პირველი რიგის მემკვიდრეები. ანუ თუ ადამიანს გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალი ყავს, შვილები, მეუღლე და მშობლები, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებზე რამდენიც იქნებიან ესენ საერთო ჯამში, თანაბრად გაიყოფა ამ ადამიანის დარჩენილი ქონება. იმიტომ რომ მარტო ცოლს დარჩეს, ესე არ წერია კანონში, ეს უნდა დარჩეს ცოლსაც, შვილსაც და გარდაცვლილი ადამიანის მშობლებსაც დარჩება ეს ქონება სრულად. თუ ეს ადამიანები არ არიან ცოცხლები, მე უკვე გადადის შვილიშვილებზე და ასე შემდეგ სხვადასხვა რიგის მემკვიდრეები არიან, ბიძიები და იდეები და ასე შემდეგ, ვისაც სისხლით ნათესაობა უდასტურდება ერთმანეთთან, აი ამ ადამიანებზე გადანაწილდება ეს ქონება და საერთოდ თუ არავინ არ ყავს და არავინ არ დარჩა ქვეყნად და ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში მიიქცევა ეს ქონება ან მაგალითად თუ ყველა მემკვიდრე უარს განაცხადებს სამკვიდრო ქონებაზე. თუმცა ალბათ იშვიათად ხდება ხო მემკვიდრეობა სამკვიდრო ქონებაზე უარი განაცხადა? დიახ, ალბათ ხო ძალიან იშვიათ შემთხვევაში, კი, იმიტომ რომ რა ვიცი ხა რატომ უნდა განაცხადოს ადამიანს ქონებას დაუტოვებს და წესით და რიგით არ უნდა თქვა ეს თუ არა რაღაცით დატვირთული და ასე შემდეგ ეს ქონება სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა უარს არავინ არ იტყვის. ხო, აი ეგ თემა ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ. თუ კი რაღაც საბანკო ვალდებულებები აქვს მათ, ვინც უანდერძა. დიახ. აი, შემდეგ რა ვალდებულება აქვს? ვინც ქონება მიიღო? ეს გადმოყვება სამკვიდრო ვალებით მოყვება? რა თქმა უნდა, ვალებით მოყვება. კი, ვალებით მოყვება, თუ მიიღებს სამკვიდრო ქონებას, ამ შემთხვევაში მოუწევს იმ ვალების გასტუმრებას და გადახდას, ესე ვთქვათ. დიახ, ასე ვახსენე მე კანონით მემკვიდრეობასთან ერთად ანდერძით მემკვიდრეობა. ანდერძით მემკვიდრეობა არის მემკვიდრეობის ის ფორმა, როდესაც მამკვიდრებელი თვითონ გამოთქვამს სურვილს, ვინ შეიძლება მისი გარდაცვალების შემდგომ გახდეს მისი ქონების მესაკუთრე. ეს პირები შეიძლება იყვნენ როგორც კანონით მესაკუთრე და წრიდან, ანუ მაგალითად ოჯახის წევრები, ცოლი, შვილები, მშობლები, დედმამიშვილები და ასე შემდეგ, ასევე შეიძლება იყვნენ საერთოდ არანათესაურ კავშირში მყოფი პირებიც. საქველმოქმედო ორგანიზაციებია კიდევაც ალბათ ხო, აი რაღაცა ბიზნესმენებს და ასე შემდეგ, რომ რაღაც საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუტოვეს თავიანთი ქონების რაღაც ნაწილი. ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირის ნება არის აქ გადამწყვეტი და არა კანონის ჩანაწერი, ან პირი თვითონ წყვეტს ვის გადაეცეს მისი გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის არსებული ეს უძრავი იქნება თუ მოძრავი ქონება სრულად ნაწილობრივ ან რა მოცულობით და ასევე შეიძლება ანდერძით შემთხვევაში მემკვიდრეებმა განსაზღვროს რომ რა მოქმედებები უნდა იქნეს შესრულებული, როგორ უნდა განაწილდეს ეს და ეს მისი ქონება, ესეც შეიძლება განსაზღვროს მოანდერძემ და დაავალოს გარკვეულ პირს ამ ვალდებულების თუ სურვილის ბოლო სურვილის შესრულება, ესე რომ ვთქვათ. და ყველაზე ახალგაზრდა ანდერძი რამდენი
რომელი წლის ასაკში არის დაწერილი? ხო, ვერ ხეთყვით, არ ვიცი, მაგრამ ანდერძის დაწერა შეუძლია მხოლოდ სრულწლოვან ადამიანს, ანუ არასრულწლოვანი ადამიანი ვერ დაწერს. ანდერძი შეიძლება იყოს შედაურული, შეიძლება იყოს ნოტარიული წესით, შეიძლება რამდენჯერმე დაწეროს ადამიანმა ანდერძი, დიახ, შეცვალოს, ასე შემთხვევაში ბოლო ანდერძი ექნება თუ რამოდენიმე მაგალითად რამოდენიმე შინაურული ანდერძი თუ გვაქვს სახეზე, ასე შემთხვევაში ბოლო შინაურული ანდერძი ექნება უპირატესი ძალა სხვა ანდერძებთან მიმართებაში, თუ ნოტარიული ანდერძი გვაქვს ასე შემთხვევაში ნოტარიულ ანდერძი ექნება ძალა თუ რამოდენიმე ანდერძი გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. ასე შემთხვევაში ყველა ანდერძი იქნება თანაბარი ძალის მქონე და უბრალოდ თუ რაღაცაში ფარავენ ეს ანდერძები ერთმანეთს, ბოლო ანდერძი როგორც ამბობს იმ სადაო საკითხთან დაკავშირებით, ამ ხრივ გადაწყდება, ანუ ბოლო ნება არის გადამწყვეტი ყოველთვის მამკვიდრებლის და არა დაუშვათ პირველად ესე თქვა და მოდი ვერ შეცვლის და ასე შემდეგ, ეგრე არ არის ცხადი. ასევე შეგვიძლია საერთოდ გააუქმოს ადამიანმა ანდერძი, ეს ყველაფერი ხდება ცხადია მის სიცოცხლეში. ხო, გარდაცვალება ეს არ არის წარმომადგენლობით უფლებამოსილება და ვერ გადასცემს ვიღაცას და ეგარ დაიცვალა და მოდი ახლა გავაუქმება გამორიცხულია შეუძლებელია, სადაც ცოცხალი ადამიანი სულ შეუძლია შეცვალოს, მაგრამ გარდაცვალების შემდგომ ცხადია ისედაც არაფერი სამწუხაროდ გარდაცვალებს არაფერი არ შეუძლიათ და ბუნებრივი არც ანდერძის შეცვლა არ შეუძლია არავის გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის მისი ნება. ხო, ანდერძი ასევე შეიძლება იყოს ბათილი თუ დადგინდება ის, რომ ნების გამოვლენის შემთხვევაში ადამიანს ჰქონდა ისეთი პრობლემა, რაც მისი ნების ნამდვილობას არ წარმოადგენს, ხო, მაგალითად, ჰქონდა ფსიქიკური დაავადება, მენტალური დაავადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იმ ხარისხის იყო ეს დაავადება, რომ ადამიანი არ იყოს საღგონებაზე, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მისი ნების ნამდვილ გამოვლენად და ასე შემდეგ. კეთილი. ანდერძი ეს ანუ ძირითადად აი თქვენ როგორ ფიქრობთ, სად უნდა ინახებოდეს ანდერძის? ნოტარიუსის ხელში უნდა იყოს და უფრო დაცულია თუ შეიძლება მასე რაღაც ნადირობა და არ ვიცი. დიახ, ალბათ ყველაზე ესეთი მაინც საიმედო ფორმა რა თქმა უნდა იქნება ნოტარიუსთან შენახვა, თუმცა კანონი არ აკონკრეტებს ამას, სად უნდა ინახებოდეს აუცილებლად ანდერძი, რომ ის ნამდვილ ანდერძად შეცვალოს. ანდერძი შეიძლება მამკვიდრებლის სახლში ინახებოდეს, რომელიმე წიგნში ჰქონდეს ფურცელი ჩადებული და კიდევ ერთხელ ამას არ ჭირდება რაიმე ბეჭედი, შტამპი და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ფურცელზე შეიძლება იყოს ეს ხელნა უბრალოდ დასტურდებოდეს, რომ ეს ადამიანის და თუ მთლიან დღეს ჩვენ უმრავლესობა წერისას ხელით აღარ ვწერთ, ხო, ვიყენებთ კომპიუტერს, ტელეფონს და ასე შემდეგ. უბრალოდ ვიღაცას ჩემი სახელით შეუძლია აკრიფოს ხო რაღაც ტექსტი, ამიტომ ეს რო გამოერიცხოს, ნუ ხელმოწერა შეიძლება თვითონ ტექსტი, ანუ ის ნების გამოვლენა რა ის როგორ განაწილდა ეს ჩემი ქონება შეიძლება იყოს ეს დაბეჭდილი ესე რომ ვთქვა, მაგრამ ხელმოწერა ნამდვილად უნდა იყოს ჩემი რომ დადგინდეს რომ ეს ნამდვილად ჩემი ნების გამოვლენა ის სხვაგვარად ვერ დადასტურდება ხა ეს და ვერ დამტკიცდება. ასევე ნოტარიუსი შეიძლება ანუ როგორ თქვა უფრო გასაგები რომ იყოს კონვერტში ჩადებული საერთოდ ჩინარისი რო არ იცოდეს ესეთი ანდერძიც შეიძლება ჩავაბაროთ ნოტარიუსის შესანახად ჩვენ დავწეროთ სახში არც ნოტარიუსს არ გამოვხილოთ და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გახსნის ნოტარიუსს და წაიკითხავს ამ ადამიანის ნებას. ანუ ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევს ადამიანებს კანონი ანდერძთან დაკავშირებით. ბუნებრივიც არის ჩემი არის ქონება და როგორც მინდა ისე გამკარგავ ამ ქონებას სრულად ამ ადამიანის გადასაწყვეტია. ერთადერთი გამონაკლისი არის ამ შემთხვევაში, როცა ანდერძით მემკვიდრეობას ვეხებით, ეს არის სავალდებულო წილის ხდებას იცნობს კიდე კანონი, როდესაც დიახ, სავალდებულო წილი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად მე რომ სრულად ვიღაცა უცნობ ადამიანს ან ჩემთან უკავშირში ამყოფ ადამიანს დაუტოვო ჩემი მთელი ქონება, ჩემი პირველი რიგის მემკვიდრეებს მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს ექნება სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. ეს როგორ ხდება ახლა და როგორ გამოიანგარიშება, შევეცდები რომ მაქსიმალურად გასაგებად თქვა. მაგალითად, თუ ადამიანს მემკვიდრეებს ყავს ორი მემკვიდრე და პირობითად $100,000 დატოვა. მათ ხო ანდერძი რო არ ქონოდა, ხო თანაბრად გაიყოფოდა მათ შორის ეს ქონება თითოეულ შეხვდებოდა $50,000. ასეთ შემთხვევაში, როცა ანუ მან ანდერძი დატოვა და ამათ კანონით მემკვიდრეებს არც ერთს არ დაუტოვა და საერთოდ გარეშე პირს დაუტოვა ეს $100,000, ამათ კანონით მემკვიდრეებს, პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლიათ მოითხოვონ სავალდებულო წილი და ამ შემთხვევაში რო არა ეს ანდერძი, რასაც მიიღებდნენ, იმის ნახევრის მოთხოვნა შეუძლიათ, ანუ 50,000 კი ვერ მიიღებენ, 25,000 მიიღებს ორივე ადამიანი ამ შემთხვევაში, ანუ
კანონმდებელი მაინც ზრუნავს პირველ რიგის მემკვიდრეებს, რომ საერთოდ არ დარჩეს ესე ღიაცის ქვეშ. შეიძლება ეს ადამიანები რაღაც თანაბარი წილი შექონდათ ამ ოჯახის თუ ქონების დაგროვებაში და დოვლათის შექმნაში და ასე შემდეგ და ამიტომაც ალბათ ამიტომ არ ვიცი რაღაცა შეგვიძლია ის თქვა, კი რა? კარგით. ბატონო გელა, უფრო ზუსტი განმარტება რომ გითხრათ, სამკვიდრო რა არის? სამკვიდრო არის ყველა ის მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებლის სახელზე ირიცხება. ეს შეიძლება იყოს ვიცის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი, ბინა, ფასიანი ქაღალდები, თანხა, ბანკზე ან რა ვიცი, მუთაკაში ალბათ კიდე ინახავს რაღაცები და რა ვიცი, ნებისმიერი ფინანსური, მატერიალური ან არამატერიალური აქტივი, რაც გარდაცვალების მომენტისათვის ამ ადამიანის გარდაცვლილი ადამიანის, ანუ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხება იმ მომენტისათვის, როცა გარდაიცვალა ის. და ამ სამკვიდროს მოწმობის აღებას რაღაც ვადები აქვს თუ არ ჭირდება რაღაც მოწმობა და ასე შემდეგ. კარგ საკითხს შეხეთ, ახლა თქვენ პრაქტიკულ საკითხს, იმიტომ რომ მე ურთულდებათ ადამიანებს ცხოვრება ამის გამო. მარტივი პროცედურის გამო. ის რომ მაგალითად ავიღოთ ხო გარდაიცვალა ადამიანი რომელსაც ერთი შვილი ყავს სხვა მეტი არავინ არ ყავს არც მეუღლე ყავს არც მშობლები ყავს და მხოლოდ ერთი შვილი ყავდა ამ ერთ შვილს გონია რომ ეს ქონება მისი არის და სხვა არ ყავს ესეთი ახლომაცავი შვილის გარდა და ავტომატურად არაფერი არ ხდება სამწუხაროდ იმისათვის რომ ეს ქონება შვილის სახელზე დარეგისტრირდეს აუცილებელია რომ გაიხსნას სამკვიდრო ახლა სამკვიდროს გახსნა როგორ ხდება როცა ადამიანი გარდაიცვლება, მამკვიდრებელი, მოდი ეს ტერმინი გამოვიყენოთ, მამკვიდრებელი როცა გარდაიცვლება, მემკვიდრემ მისი გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 6 თვისა უნდა მიმართოს ნოტარიუსს. შეუძლია მიმართოს ეგ ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით მაგალითად და უნდა დარეგისტრირდეს როგორც მემკვიდრე, გახსნის ამ შემთხვევაში სამკვიდრო წიგნს თუ მოწმობას გახსნის ნოტარიუსი და 6 თვე იცდის. 6 თვე არის ესე რომ ვთქვათ მოცდის პერიოდი, იმიტომ რომ იქნებ და კიდე სხვა მემკვიდრე გვყავს. ეს ადამიანი კი მოვიდა და კი ამბობს რომ ჩემს გარდა სხვა არავინ არ ყავს, მაგრამ ნოტარიუსი ვალდებულია კანონიდან გამომდინარე რომ ეს 6 თვე მოიცადოს და სამკვიდრო მოწმობა არ გასცეს 6 თვის გასვლამდე, იმიტომ რომ იქნებ გამოჩნდეს სხვა მემკვიდრე, რომელიც განაცხადებს პრეტენზიას ამ ქონებასთან დაკავშირებით. თუ 6 თვის განმავლობაში არავინ არ გამოჩნდება, ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ეს ადამიანი მივა მერე ამ სამკვიდრო მოწმობასთან ერთად მაგალითად თუ უძრავი ქონება ირიცხება მემკვიდრების სახელზე, მივა იუსტიციის სახლში, საჯავროეში და მის სახელზე გადავა ეს ქონება, თუ ფულადი თანხა ირიცხება რომელიმე ბანკში, მივა იმ ბანკში და ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შეძლებს იმას, რომ ამ ბანკის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადმოიტანოს ეს თანხები და თვითონ განკარგოს მერე ეს ქონებას და ეს ფინანსური რესურსი თავისი შეხედულებისამებრ. ახლა რაც შეეხება რატო იკავებენ ზოგჯერ თავს არ მაქვს ნოტარიუსის ფული. მესმის რომ კი ერთი მხრივ ესე ჩანს რომ ქონებას იღებდა რაღაცა 200 ან 300 ლარი რაც ნოტარიუსს შეიძლება სავარაუდოდ ჭირდებოდეს ამ მომსახურებისთვის როგორ ვერ იშოვე მაგრამ ვიცით ახლა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის ეს ფინანსური პრობლემები და ყველას შეიძლება არ ქონდეს ესე თავარია გახსნათ სამკვიდრო ეს არ არის რომ 6 თვე გავიდა და 6 თვესა და 1 დღეში უკვე უნდა მივიდე ნოტარიუსთან. შეგიძლიათ 2 წლის, 3 წლის მერეც მიხვიდეთ ნოტარიუსთან. არ არის ეს რაღაცა კომთავარია რომ სამკვიდრო გაიხსნას. ანუ რაღაცა თითქოს მოასწრო 6 თვის შემდეგ თუ გამოჩნდა ვინმე მის პრეტენზიას განაცხადებს კანონი აღარ დაუშვებს იმას რომ მეშვიდე და მე 8 თვეზე მივიდე. აქ ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა შორტაგუანს კი რა თქმა უნდა დაუშვებს ამას კანონი და რა თქმა უნდა შეუძლია მოითხოვოს ადამიანს გარკვეული პირობები თუ არსებობს ხო ეს მისთვის უცნობი იყო რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და ასე შემდეგ თუ ამას დაამტკიცებს რა თქმა უნდა შეუძლია მაგრამ მე ხო ვიცია რა რომ რეალურად არის თუ არა ხა თუ მართლა მოლოდინი მაქვს ოღონდ ეს არ არის სწორი ქცევა ახლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ანუ თუ ჩემთვის ცნობილია რომ ჩემს გარდა კიდე სხვა მემკვიდრე ყავს მე არაკეთილს ინტერესერა და არ უნდა მოვიქცე და არ უნდა მოვატყო ნოტარიუსი რომ იცი მეტი არ არის და ეგ მოსწრებაზე არ უნდა ვიყო ხო ხა ეს ქონება უნდა გაიყოს იმ ჩემსა და დანარჩენ მემკვიდრეებს შორის თანაბრად ან რა ვიცი როგორც არის თუ ანდერძი გვაქვს სახეზე ამ შემთხვევაში მაგრამ ნახეთ აქ რა საკითხზე საუბრობდი ამ შემთხვევაში რომ თუ იმ 6 თვეში არ მივიდა მემკვიდრე ნოტარიუსთან მე მას უწევს სასამართლოში წასვლა რაც გაცილებით უფრო შრომატევადია გაცილებით უფრო ხანგრძლივია გაცილებით უფრო ხარჯიანია ვიდრე ნოტარიუსთან მიმართვა ამიტომ
იქ ერთი განცხადების დატოვება არაფერი არ ჭირდება, გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები გარდაცვალ პიროვნებასთან და პირადობის მოწმობა. ამ დოკუმენტებს დატოვებს თავიდან არადაირი მოსაკრებელი გადასახდელი არ არის. მოსაკრებელი ნოტარიუსის მოსახურების მოსაკრებელი გადაიხდება ამ სამონტარო მოქმედების დასრულების შემდეგ და როცა ექნება ადამიანს ამის ფინანსური საშუალება, იმ დროს მივა და იმ დროს აიღებს სამკვიდრო მოწმობას და ეს სამკვიდრო მოწმობაც რაიმე ვადაში არ არის შეზღუდული, სამკვიდრო მოწმობაც როცა ექნება, როცა მოესურვება, მაშინ მივა იმ იუსტიციის სახლში ან ბანკში ან რა ვიცი სხვა დაწესებულებაში, სადაც რაიმე ფინანსური აქტივი არის ამ ადამიანის სახელზე და მერე გადმოიფორმებს. თავარია რომ ჩვენ როგორც გვჩვენია ქართველებს რომ რა გვინდა დოკუმენტი, რა გვინდა ეს იურიდიულად ამის მოწესრიგება, ესე არ მოიქცეს ადამიანი და უფრო არ გაერთლოს ცხოვრება ამ გულგილობით, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი პრობლემისადმი. ბატონო გელა, რჩება კიდე რაიმე ისეთი საკითხი და დეტალი, თუნდაც პროფესიული კუთხით ან თუნდაც როგორც ადამიანის და რიგითი მოქალაქის ფაქტორით, რომელიც მემკვიდრეობას უკავშირდება და აუცილებლად უნდა აღინიშნოს? დაგვრჩა რაიმე ისეთი ხოლმე. მე მგონი იმ ძირითად საკითხებზე რაც საზოგადოებისთვის აუცილებელია და აუცილებელია მათი ინფორმირება რომ როგორ მოიქცნენ, მე მგონი ამ საკითხებზე ყველაფერზე ვისაუბრეთ. ეს დავამატებ რომ ეს არ არის ისეთი თემა რომელიც ერთ გადაცემაში ან თუნდაც რაღაც ესე ერთი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად თითო საათი რომ მიუძღვათ ამ თემას, რომ ეს ამოიწუროს, იმიტომ რომ უზარმაზარი სასამართლო პრაქტიკა არსებობს სამკვიდრო დავებთან დაკავშირებით, საკმაოდ რთული სამართლის დარგი არის და შესაბამისად ეს არ არის ესე გადაცემაში სულად ამოწურვა თემა არ არის, ცხადია, მაგრამ ჩვენ ამ გადაცემით ის მინიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ ადამიანებს, რომ როდესაც ხდება სამკვიდროს გახსნის საჭიროება, როდესაც ხდება ადამიანის გარდაცვალება და მის სახელზე გარკვეული ქონება ერიცხება, თავარია, რომ ადამიანებმა მიმართონ იურის. მესმის, რომ როცა ადამიანი გარდაიცვალა, გლოვს ხალხი ამ ადამიანს და შეიძლება ხა გარდაცვალების მეორე დღეს არავინ არ წავიდეს, მაგრამ როცა გავა ერთი თვე, ჩვენგანთან როგორც იციან 40 და ასე შემდეგ, ხო, მერე მოიცალოს ამ ადამიანმა სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად. საბედიეროდ საქართველოში არიან როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უფასო ირგვლივ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენი სამსახური, მათ შორის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და შეუძლია ადვოკატის კონსულტაციაშიც კი ფული არ გადაიხადონ ამ ადამიანებმა, მიიღონ ინფორმაცია საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით და ამით შეძლებენ რომ ბევრი პრობლემა აერიდონ თავიდან და მარტივად გადაწყვეტონ ის საკითხი, რაც შემდგომ შეიძლება გავუხდეთ თავსაკუთარი და აქ პრობლემა რაში მდგომარეობს, აი მე ჩვენთან რამოდენიმეჯერ როდის ახსენდებათ ხოლმე, თუმცა ამ ქონების გასხვისების საკითხი დგება. მოვიდა თქვენ მესმის ახლა სადღაც სოფელში შეიძლება ესე ინვესტორი და ასე შემდეგ ხშირად არ დადიოდეს, მაგრამ როცა ესეთი სამშენებლო ბუმი სადაც არის იმ ქალაქებში არის ან იმ ტერიტორიაზე არის და ადამიანმა ყურადღება არ მიაქცია ამას 20 წლის წინ გარდაიცვალა მისი ოჯახის წევრი და სამკვიდრო არ აღადგინა. შემდეგ რეალურად უფუჭდებათ ამ ხალხს, იმიტომ რომ დრო ჭირდება საქმე, დრო ჭირდება ამას, იქ ნოტარიუსს უნდა მიმართონ, ნოტარიუსმა უარი უნდა გითხრას, მერე ეს უარი სასამართლოში უნდა გაასაჭირო. მოსამართლის ბევრი საქმე აქვს, როდის ჩაინიშნება ეს პროცესი, როდის არ ჩაინიშნება, არავინ არ იცის და შეიძლება ეს ინვესტორი და სარფიანი შემოთავაზება რაც გაქვს, დაკარგო. ამიტომ ეს არ უნდა გადადო. ეს არ არის საკითხი, რაც ხვალისთვის უნდა გადადო, ან მომავლისთვის უნდა გადადო ადამიანმა ამის სამართლებრივად დარეგულირება და მოწესრიგება რა აუცილებელია, ესე ფიქრობდეს ადამიანი, არ არის ეს საკითხი, არც ფინანსურად არ არის იმდენად ძვირადღირებული, ვერ გაწყვეტეს ადამიანი და სამართლებრივად კიდე თუ სწორად თავიდანვე სწორად დაიწყება ადამიანი, რა თქმა უნდა, არ არის რთული და თუ არ გაართულებ, საკმაოდ მარტივი საკითხი არის. მაგრამ მაინც რო შევჯერდეთ, ეს კულტურა არ არის, ხო, რაღაც მოწოდების სიმაღლეზე ჩვენს ქვეყანაში. მეტნაკლებად არ არის, კი, მეტნაკლებად და არის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს სწორად დაწესრიგებენ, არიან ადამიანები, რომლებიც წერენ ანდერძებს და ტოვებენ ამ ანდერძს და თვითონ თავიანთ სიცოცხლეშივე განსაზღვრავენ, ვინ როგორ და რამდენს მიიღებს ამ ქონებას, მაგრამ ნუ არიან ადამიანები, რომლებიც არ აქცევენ ცხადია ამას ყურადღებას და მერე ექნებათ პრობლემები. ხო, ანუ ვუსურვოთ ყველას, რომ ასლამდე იცოცხლოს, მაგრამ ალბათ მაინც თუნდაც ეს დავები და დაპირისპირებები რო იყოს აცილებული, ალბათ ანდერძის კულტურაც უნდა დაინერგოს უფრო მოწოდების სიმაღლეზე. არ ვიცი ხა თქვენი მოსაზრება როგორია. თუ რაღაც დიახ, კი ბატონო, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ გამოჩნია, რომ ეს კულტურა დაინერგოს, პირიქით ეს კარგიც იქნება, სწორიც იქნება ალბათ, რომ ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს თავის ცხოვრებაშივე
მისი ქონების ბედი, ბოლო-ბოლო მე მთელი ცხოვრება როგორც გემძანეთ, ღერფა ყველა 100 წლამდე აცოცხლოს, 100 წელი ვიცოცხლე და ბარემ გადავწყვიტა, რომ ჩემი ქონება ვის როგორ და რა მოცულობით დარჩეს. ხო, რატომაც არა, მაქვს ამის უფლება, მაგრამ ახლა ეს უფლება ვალდებულება არ არის, ვერავის ვერ დავალდებულებთ, რომ დაწერონ ანდერძი. მთავარია, რომ როცა დადგება ეს საკითხი, სწორად იმოქმედონ ადამიანებმა, იმოქმედონ იურისტის, ადვოკატის რჩევით იმოქმედონ და გაითვალისწინონ ეს საკითხები. ზოგჯერ არის ხოლმე არასწორი მოლოდინები, რაც მე იწევს ხანგრძლივ გაჭიანურებულ დაუსრულებელ დავებს იწევს, რომ მაგალითად ცოლს რატო უნდა დარჩეს და შვილებს რატო არ უნდა დარჩეს, ან პირიქით, აი არის ხოლმე სამწუხაროდ ესეთ წარმოდგენები და ეს მე იწევს წლობით გაჭიანურებულ დავებს იწევს და ჯობია რომ ადამიანებმა ჩვენთან სასამართლო სისტემაში ახლა ბოლო რამოდენიმე წელია, მათ შორის მედიაცია დაიგეგმა, რა ძალიან კარგი პროცესი არის, იმიტომ რომ დავა შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტურად და დროულად გადაწყდეს და არ გაჭიანურდეს წლები. თუ დღეს ვიღაცის ინტერესი, ვიღაცამ თუ იცის, რომ დავას ვერ მოიგებს, მაგრამ შეუძლია თქვენ გაგირცულოთ საქმე მით, რომ გაგიჭიანურებთ ამ დავას, ნებისმიერი ადვოკატი, საშუალო დონის ადვოკატი ამას მოახერხებს ძალიან მარტივად, რომ რამოდენიმე წლით გააჭიანუროს ეს დავა, ხო? გაასაჩივრებს ზედგომის სტანციაში, მე რემის ზედგომის სტანციაში ერთ-ორ პროცესზე არ გამოცხადდება, ხან ჯარიმის სანაცვლოდ, ხან რაღაცის სანაცვლოდ, ხან საპატიო მიზეზს მიიტანს იქ და წლები შეიძლება ესე ვიღაცას უღირს ხო მსგავსი ხო, ვიღაცას უღირს ეს და საბოლოო ჯამში ყველა ზიანდება, ამიტომ მედიაცია არის ის საშუალება, როცა ვეტყვიან, რომ ესეთი მოცემულობა აქვს ქალტონანა, ბატონგელა და მოდით აბა შეთანხმდით და თქვენთვისვე ჯობია რომ შეთანხმდეთ. თქვენც რაღაცა უნდა დათვოთ, მეც რაღაცას დავთვალ და საბოლოო ჯამში მართლმსაჯულებაც უფრო სწრაფად გახორციელდება, სასამართლოც განიტვირთება და ჩვენ ზორივე ბევრ ნერვებს და ჯანმრთელობას დავზოგავთ იმით, რომ ამ დავას მარტივად და ხანმოკლე დროში გადაწყვეტით, ამ დავის მარტივად და ხანმოკლე დროში გადაწყვეტით. მოგეთ, უდიდესი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობას უსურვებ ყველას, მაგრამ არის საკითხი, რომელზეც დაფიქრება ალბათ ღირს და ეს თადარიგის დაჭერა და ვიცოდეთ ხო, როგორ დავიცვათ ჩვენი თავი, როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და ასევე არ შევზღუდოთ სხვისი უფლებები. ბედნიერ დღეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით. მორიგ საეთერო შეხვედრამდე მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. გადაცემის სტუმარი გახლდათ იურიდიული დახმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსი გელა სიორდია. ბედნიერ დღეს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. ხვალამდე საუკეთესო სურვილებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.